ეკლესიის გარეთ ქრისტეს ვერსად ვერ შეხვდები. ქრისტე ამბობს, მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას. მე ვარ ვაზის ძირი და თქვენ რტოები და რტო თუ ძირიდან მოეკვეთა, ნაყოფს არ იღებს. ეკლესია ქრისტეს სხეულია, თვითონ თავია და ჩვენ ამ სხეულის ნაწილები ვართ. აი ესე საუბრობს. და რამდენი სხეული შეიძლება გქონდეს ქრისტეს, კითხვა რო დავსვამ. შეიძლება ქრისტეს 5 სხეული გქონდეს? ეკლესია როგორც ქრისტეს სხეული ერთია. აბა ეკლესია თუ ერთია, რა ამბავია ამდენი დენომინაციები რო არსებობს, ამდენი სექტები. ესე იგი, რაღაცა პრობლემაა. იახაც, ეკლესია ერთია და ვინც გავიდა ამ ერთი მთლიანობიდან, იქ არის პრობლემა. და ეხლა ვინ საიდან გავიდა? მე გეტყვით, რომ მართლმადიდებლობა არის ის სწავლება, რომელიც მოციქულებიდან მოდის და ყველანი აქედან გავიდნენ და საიდან ჩანს ეს? ისტორიულად ჩანს ეს. კათოლიციზმმა რაღაც შეცვალა, პროტესტანტიზმმა რაღაც შეცვალა. და სულ ვიღაცებმა რაღაცები შეცვალეს და ჩვენი მოძღვრება არის ძირძველი. ამიტომ მართლმადიდებლები როცა ვამბობთ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია არის მართლმადიდებლობა, ეს ჩვენი ეს კი არ არის პატივმოყვარეობა. ეს არის ობიექტურად დასტურდება თუნდაც სოფლიო ეკლესიის ისტორიით. წაიკითხე და ნახე. რადგან ქრისტეს სხეული ერთია და ეკლესიაც ერთია და რადგან საღვთო მადლი გარდამოვიდა ეკლესიაზე, მაშინ მადლი არის მართლმადიდებელ ეკლესიაში.